რა ბიჭია? ოხოხოხოხო. ჰაძაგადამადე გამოღანა 2018 წლის შემოდგომაზე მოვედი როგორც ერთ-ერთი დამთვალიერებელი მუზეუმის და მას შემდეგ მეძახის რომ იქით მომაკითხეო. მომივარდი სახშიო. ესე იყო ხო. მაგრამ მე მოვედი და წავედი და დანარჩენი უკვე მე თვითონ გამოვყვა და თვითონ დადიოდა იქ, სადაც მე ვიყავი ხოლმე და ესე გამიცნო. პირველად რომ დავინახე, მივხვდი რომ კიდე მინდოდა დანახვა მეორეჯერაც და მე მეორეჯერ რომ დავინახე, მე ვიფიქრე რომ მესამეჯერაც დავინახავ თქო და მე ესე საჯდიო თქო და მაგრამ მოვიყვანე სახში. მიხვდა რომ მე ვიყავი ალბათ. გამოჩნდება. რა უნდა გამოჩნდეს 2 წელიწადი უკვე ცოლქმარი ვარ. 9 ფუთი ხინკალი უნდა ჭამო ადამიანთან რომ მიხვდეო ის შენთან ერთად იქნება თუ არა მთელი ცხოვრება. ძალიან საინტერესო უცნაური ცხოვრებით ცხოვრობთ. ყველა დღე განსხვავებული არის, არც ერთი დღე არ გავს ერთმანეთს. მაგრამ გვაქვს ხოლმე რუტინა ასეთი, დილით რომ დგებით მივაქცევთ ყურადღებას ქათმებს, წიწილებს, ძაღლებს, კატებს. მეღვინოებს და მე გამოვდივართ აუცილებლად საფლავს დავხედავთ მწერლის საფლავი ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ არ არსებობს დღე გავიდეს სტუმრის გარეშე. ხალხს ახლა რომ მოდის იმას ეუბნება რომ ეს ცოლად იმიტომ მოვიყვანე რომ ხინკლის მოხვევა იცის კარგიო და ისე მთხოვა ხელი რომ არ იცოდა ხინკლის მოხვევა თუ იცოდი. მე მოდი გავსინჯა არ არის პრობლემა. მე მასარი ჯერ მეგა იქნება კლავს. არა მოიცი. ხარშავთ ლუც ჯერ ვართ ისევა ესე ძიების პროცესში ვატარებთ ძალიან ბევრ ექსპერიმენტს. დამატებით ვიფიქრეთ რომ ეს ღვინის ტურიზმი, სადაც ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია საქართველოში და ეს ღვინის და ლუდის და თუნდაც ეს დისტილირებული სასმელების ტურიზმი ძალიან გაამართლებდა და მართლაც გამოიღო შედეგი. და რო ეკითხებია ხოლმე, როდის დაიწყე ღვინის დაყენებაო, პასუხობს რომ მე არ დამიწყია 8000 წლის წინ დაიწყე ჩემმა წინაპარმაო. ეს არის ჩვენი მუზეუმი, რომელიც მწერლის ხელით არის მორთულ მოკაზმული. ვცდილობთ რომ არ შევცვალოთ ხელი, არ მოვკიდოთ არაფერს. მხოლოდ მისი ნება და სურვილი როგორც იყო, ისე ვიქცევით. იღბლიანები ვართ რომ ცხოვრობთ აქ, ამ ადგილზე. მომწონს ჩვენი ცხოვრების სტილი და ვისურვებდი რომ კიდევ ბევრი და საინტერესო გამოწვევები გქონდეს ცხოვრებაში. ძალიან მალე შებუღლდი. შენ თუ კარგად გახსოვს. არა, შენ მკეთი ტყვი. შენ. რა გინდა ეხა? კაია, მეცინება. წავედით. გავაგრძელეთ.